რა კავშირია საქველმოქმედო ფონდ კომაქსსა და ქართულ ოცნებას შორის და რატომ გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება? მილიარდერი და თამარ ჩუგოშვილი ერთმანეთს ტელეკომპანია მაესტრო შენობაში შემთხვევით შეხვდნენ და ივანიშვილმა ასოციაციის ხელმძღვანელს მათ მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფა კატეგორიულად მოსთხოვა. თამარ ჩუგოშვილი გაპოლიტიკოსებული ოლიგარქისგან შენიშვნების მიღებას არ აპირებს. თემაზე დღეს მაია თევზაძე მუშაობდა და ახლა ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მაიკო, რა გაარკვია, არის თუ არა კავშირში ქართული ოცნება კომაკთან? იგო, როგორც ჩანს, ქართული ოცნების ლიდერი ამჯერად უკვე მთელ არასამთავრობო სექტორში აპირებს ფულის დაბანდებას. რაც შეეხება ფონდ კომაგზე კომენტარის გაკეთებისას, მან დღეს მეცხრე არხისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ ძალიან ბევრი კომაგის მსგავსი საქველმოქმედო ორგანიზაცია შეიქმნა, რომის მიესალმება ასეთი ორგანიზაციების შექმნას, თუმცა პირდაპირ არ დაუდასტურებია, რომ ასეთ ორგანიზაციებს თავად უაფინანსებს და აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ასეთი ფორმით უკვე გამოფხიზლდა. ამას კიდევ ერთხელ შემიძლია გასწრებია, დიდი მადლობა. არ შემიძლია ძალიან კარგი ცვლილებები მოხდა სამოქალაქო სექტორში ამბობს თუ მიაქციეთ ყურადღება. შეიქმნა კომაგი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და დახურა, როგორც მე ვიცი, დააყადაღა მის ანგარიში, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე კომაგი ჩამოყალიბდა ახალი, როგორც სპარტაკი თუ გახსოვთ ფილმი სპარტაკ. რაღაც ამის გავს ხოცილდება, ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება იღვიძებს და იღვიძებს საერთოდ საზოგადოება. რაც შეეხება ფონდ კომაგს, ვიდრე ფონდი კომაგი დაარსებოდა, თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად რეპრესირებული ადამიანებისთვის 5,000 ლარის გადარიცხვას აპირებდა ყოველ თვეში. ამ განცხადების შემდეგ უკვე ფონდი კომაგის ხელმძღვანელი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის შესახებ ქართული მედია ღიად და აშკარად იუწყებოდა. შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ ქართული ოცნების გადარიცხვები, საეჭვო გადარიცხვები დასრულდა იმით, რომ ერთ-ერთმა ძებნილმა უცხოეთიდან კომაგის ანგარიშზე თანხები ჩარიცხა და კონტროლის პალატამ დააყადაღა კომაგის ანგარიშები. ღიად არ განუცხადებიათ ქართულ ოცნებაში, რომ ისინი თავად აფინანსებენ კომაგს, თუმცა სწორედ პირველი განცხადება საზოგადოებას კომაგის დაარსების შესახებ სოზარ სუბარმა ერთ-ერთ ბრიფინგზე მიაწოდა და სოზარ სუბარმა და მაია ფანჯიკიძემ დაადასტურეს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნა. ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდა კომაგის შექმნის და უკვე მისი ანგარიშების დაყადაღების ისტორია. მიმაჩნია სწორად სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს მითითებები ან რაიმე თუნდაც შენიშვნები არასამთავრობო. სწორად აზროვნების ინსტრუქტორი ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილი იყო. თამარ ჩუგოშვილს ოლიგარქმა ტელეკომპანია მაესტროს დერეფანში ეგრეთ წოდებული შესწორებები მისცა და მიუთითა, რომ მას კომაგთან არაფერი აკავშირებს. ოცნების ლიდერმა ჩუგოშვილს შეცდომების გამოსწორება ურჩია. მე გამოვდიოდი გადაცემის ჩაწერიდან, ბატონ ბიძინა შედიოდა სრულიად შემთხვევით შევეჩეხეთ კარებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ჩვენ ვამბობთ რა მიგვაჩნია სწორად და რა არასწორად, რა არის კანონიერი და რა არაკანონიერი, მიუხედავად იმისა, ვისი მხრიდან ხორციელდება ესა თუ ის ქმედება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის. ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ ასოციაციის განცხადებაზე ოლიგარქის რეაქცია მათი პოზიციის სისწორეს ადასტურებს, რადგან კომაგი დაარსების დღიდან ქართულ ოცნებასთან ასოცირებული ორგანიზაციაა. იყო სხვადასხვა კომაგთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვთანხმდებით და მე ვფიქრობ, რომ მისი ეს გამოსვლა, მისი კომენტარი პირიქით ადასტურებს ჩვენს სისწორეს. ფონდი კომაგის მოღვაწეობისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ პირველად სწორედ ქართული ოცნების ერთ-ერთ ბრიფინგზე სოზარ სუბარისგან და მაია ფანჯიკიძისგან მიიღო. მაქვს ინფორმაცია ზოგიერთი უცხოელი ბიზნესმენის, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენისგან, თვითონ მათთან ვისთანაც კავშირებაში, რომ ისინი აპირებენ ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ამ ფონდთან და ეხლა თვითონ კონკრეტულად რას გააკეთებს ფონდი, ალბათ ქალბატონია თვითონ გააკეთებს განცხადებას როდესაც. ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ია მეტრეველი, ქალბატონი ია მეტრეველი. ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. ჩვენ ამის შესახებ, მე ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ იმაზე მეტი არ ვიცი, რაც თქვენ იცით ტელევიზიიდან. კომაგი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს 5,000 ლარით უნდა დახმარებოდა. თუმცა ფონდის შექმნამდე იგივე ტიპის ქველმოქმედებას თავად ოცნების ოლიგარქიც გეგმავდა და ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედიაც ავრცელებდა. ქართული ოცნება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1,500-დან 5,000 ლარამდე გადაუხდის. ფონდის შექმნამდე ქართული მედია კომაგის დამფუძნებლისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დამადასტურებელ ვიდეო და ფოტო მასალასაც აქვეყნებდა.
სწორედ ამ კადრების გავრცელების შემდეგ გამოითქვა ეჭვები, რომ ოლიგარქი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასა და წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვას ქომაგის მეშვეობით აპირებდა. ამ შემთხვევაში ამ ფონდი ქომაგის საქმიანობა, რომელიც აპირებს, რომ წინასაარჩევნო ისტორიულ რამდენიმე თვეში დაეხმაროს სწორედ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებს და მათ გარდა იურიდიული კონსულტაციისა აღმოუჩინოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, არაეთიკური და ნაკლებად მისაღებია წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ მოუწოდებთ ზოგადად მხარეებს, რომ შეეცადონ თანაბარ პირობებში წარმართონ პოლიტიკური ქმედებები და ამომრჩევლის გულის მოგება და ამომრჩევლის მოსყიდვა, თქვათ, არაკანონიერი გზებით ან კანონის ფოტოების მოვლით არ განახორციელოს. ქომაგის ანგარიშზე ცოტა ხნის წინ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულმა და ინტერპოლის ძებნილმა ბიძინა გიორგობიანმა 90,000 евро ჩარიცხა. წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის გამო ქომაგის ანგარიშები კონტროლის პალატამ დააყადაღა. თუმცა ფონდი ქომაგი პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებული ადამიანების დახმარებას ძველებურად აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები დაყადაღებულია, ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. მოდიან დაზარალებული ადამიანები და მათ ყველანაირად დავეხმარებით. ანგარიშები დაყადაღებულია, მაგრამ სხვა გზებს მოვძებნით და შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს. სანქციებს ამომრჩევლის მოსყიდვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონიც. იმ შემთხვევაში თუ ქართულ ოცნებასა და ფონდ ქომაგს შორის ფინანსური კავშირები დადასტურდება, არ არის გამორიცხული მესამე პირის, ანუ მოსყიდული ამომრჩევლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დადასტურდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენი კანონის მიხედვით დგება არა მხოლოდ პარტიის წარმომადგენლისთვის, არამედ მესამე პირისთვის და ამომრჩევლისთვისაც. ქომაგისა და ქართული ოცნების საეჭვო კავშირების შესახებ დოკუმენტაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონტროლის პალატისგან უკვე გამოითხოვა. საიარს საბოლოო დასკვნა ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს ყველა პოლიტიკოს და მათ შორის ბიზნა ივანიშვილსაც მოუწოდეს, რომ არ ღირს ასეთი ჩარევები არასამთავრობო სექტორში, რაც შეეხება ფონდი ქომაგის დაფინანსებას და მსგავსი ფონდების დაფინანსებას. ქართული მედია იმედს იტოვებს, რომ კონტროლის პალატის ხედვას ეს უკვე არ გამორჩება და ინფორმაცია საჯარო გახდება.